მიშუელე. კაი ბაზრე რა ვაჭამე კაცებს. 12 ჯერ დაგირეკავ. მე გაწდი. შორტერსიანად გადმოგიგდებდი ფანჯრიდან. 100.000 გამომწერს როცა მივაღწევთ, მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. მოგესალმებათ ბუნკერი. მოგესალმებათ ბუნკერი. ეს არის ჩვენი მე-20. ეს არის ჩვენი რიგით მე-20 ეპიზოდი. ისევ და ისევ მეგობრებო ვიმყოფებით საჭაშნიკეში, სადაც ზედმეტად გემრიელია ყველა კერძი. ამიტომ თუ არ გინდათ რომ მიეჯაჭოთ აქაურობას ჩვენსავით, არ მოხვიდეთ. ტრადიციულად თქვენთან ერთად დღეს იქნებიან თეიმურას ჭაბუკიანი ქალთა და კაცთა ბედნიერება. ინტერნეტ სენსაცია გენიოსი ირაკლი კვიტაშვილი კვიტო. ეხლა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს მიუჩვეულები ხართ, მაგრამ პრიმა ჩვენი ერის და ბერის რუსუდან მაყაშვილი და დღეს ჩვენი სტუმარია ბასტო ფანტასტო. სევდიანი ბასტო ფანტასტო, რომელიც გზადაგზა გაგვიმხიარულდება და შემოგვიერთდება. და ჩვენი სევდიანი ღერძი უბრალოდ ნიკოლოზი ნიკოლოზი. არის უბრალოდ ბასტოს უხარი გაჩუმდა და მაგიტო გაჩუმდა თორე. როსტეი გამოვიღო ხმა. მადლობა. ძალიან გამიხარდა მართლა. ძალიან მიხარია ხოლმე 12-ის ნახევარზე რომ იუნის ადრას ვარ მისასვლელი. წუნით იწყებს. ჩემი საყვარელი მომენტია. დღეს ჩავინიშნავ, შემდეგ წელს აღვნიშნავ. მევანილ დღეს. დარიგებო და ერთად აღვნიშნავ. დიახ. დილის 7-ზე შევჭამოთ რამე. გუში რომ დაურეკე რომ მეთხოვარ, გუში რომ დაურეკე რომ მეთხოვარ ჩემთან მოდი. აუ, ხოიცი. მეთქი რა ხდება რა. 4-ის ნახევარზე დაურეკე და ეძინა. გავაღვიძე. რომელ 4-ის ნახევარზე? შუა დღეს. 4-ის ნახევარზე დაურეკე და ეძინა. ანუ მე იმდენად ადრე ვიღვიძებ, რომ 4-ის ნახევარზე ვიძინებ უკვე რა. მეორე დღეს ადრე ავდგეს, საღამოს 9-ზე. გადიხარ უბრალოდ. როგორ ახარ? აუ, რა ვიცი. რატო ხარ სევდიანი? გუშინ მითხარი რაღაც სევდიანი ვარო. არა, ტვინი ქვია, ყველა ტვინი მომეტყნათ. რაზე? არა, ზოგადად ბოლო პერიოდში მიეწყო ისე, რომ აი ვერგავს სახში ვერ დავიძინე და გუშინ მეეწყო და გამაგვიძა და ეგ რთულია ჩემო ცხოვრებას. არა, ოღონდ ეგ ის იყო, როცა ის კი ან თუნდაც კი არა, просто აი ისე ვიყავი რა, ანუ რაღაცნაირად. დაკარგული ვარ რომ მითხარი. Hello darkness my old. საფარში ვიყავი დაკარგული, ანუ საწოლში. კაი, ვერ გევიგე სიმი. ვერ გევიგე. თან არ არის შეხელი საქმე რომ აქ მე როგორი ადამიანი ვარ. ეს საქმე ხომ აქ ძალიან ბევრი ხარ რომ მითხარ რომ კაუჩი ზეგ წამოს სტაფონშიო რაღაცაო. ის ლატაფა რა იყო და ის გავხსნათო. რავაცა გავხსნათო, ბაზარი არაა თქო. ბაზარი არაა თქო გეტყვი. არა ხო და მე რომ მოვაგდღე სადამეზარება, მაგრამ ვერ ვისწავლე, მოკლედ ის არ ხია რა, აი სულ მინდა რომ ყველაფერს ჩავერთო. არა ეგ აი ჩიგარი ხარ. მიშუელე. ეს იყო მეგობრებო წუნი, ამით დავიწყე. მოურჩი? ეპიზოდი 10 წუნი. მოიცა მეც მინდა წუწუნი. წუწუნი რჩე დარჩა. წუწუნი არ არის. ბიჭო მე ძალიან სულად მეც. მე ერთად ხო არ იყავ ჩემს. კი. არ ვაძინებდი. ის ალავერდი ჩვენთან გადმოგიდრე. არ ვაძინებ. არაძინებდნენ ის ვამდა ფეხის გულზე. ისელ ფეხის ფჭილ სერაზე აქ. მოზრდილი მაქვს სპეციალურად რომ ბასტო არ დავაძინო. თან მოკაკული არის რა. მოკაკვე. რუსუდან შეერაშვებოდი. მე რასწავლდი გუში? მე სპექტაკლი მქონდა, რომელიც არ მახსოვდა. საერთოდ. ხო, დღეს დილიდან მაგიტო გირეკავ. იჯექი ხო მე ბოლოს. დღეს დილას ურეკავ რა. გახსოვს მეთქი რომ ჩაწერა რომ მეღადავებიო და მეთქი რატო გეღადავები? სპექტაკლი არ გახსოვდა და. მე ხელ მოკაიდეთი რაღაცა. და ვაპატიო. არაპატიები. დივა. ერთი და მუზეუმი ვატარა. თან წითელი. თან წითელი ხარ. სამი ხელის გული გვაქვს, სატარებლად ის სწორი რა შეიძლება. სხვა რაღაცა. კონკრეტულად არ არის დაკონკრეტება, აი მამაკაცები რაღაცებში მიყარებს. პივა. ნოვა პივა. ხო. მაშინ მე გავში. ეხო ჭამ თუ ბაზრობ თუ რა. ხო, ბაზარი არ არის, ბაზარი არ არის. ობიექტები გვაქვს ჩვენ, იმისი რაღაც მოგონილი. გაუგებული. არა, ისა. არა, სხვა ის მინდა, ჰოიგარდენი მინდა რა. დილას ჰოიგარდენი თუ არ დაიწყე?
არა, просто ისეთია, ლაითია უფრო რა, მარტივად დასალევი რა. კი. აქ ლუდების გამო, არ მე ხშირად ვარ აქ. ვიცი, აქ არ გაგიცანით? დიახ. აქ არა, მე კიდე მაგის გარდა კიდე ერთი 12 ჯერ ვარ ნამყოფი. აქ. დიახ. ო და რას დაგერიკა? სამჯერ მოვედი რომ მე ვჭამე და რაღაცა და შენი საყვარელი კერძი რა არის? ბიჭო, აი საჭაშნიკეში. ძალიან რაღაცას მეკნები მიყვარს ძალიან, ხო. მაგრამ აი შეხედე ძალიან უცნაურ რაღაცას ვიტყვი. ეს ჩემი ყავა ხო არა? ჩემი. მე კიდე ეს ყავა რომ დავლიო დამენ. ძრევა. ხო. ის რა ქვია სულ უკეთავ იმის მერე მაგას? არა, ჭარხლის იმას რა ქვია. მე ჩვენს გავსინჯე. რომელსაც რამდენადაც გავიგეთ, სალატი დაერქვა. რა აქ გამოგარო ჭარხლის სალატი, არასდროს ჭარხლის სალატის დედავატირონ. არა, სალატი უნდა გაგისტროს, მაგრამ ჭარხი. და იდო და ბორში ეგეთ გაგისტრობდი. არა, ანუ რაღაცას თავშიში. ესეც მაგრამ ევასებ. მე არ. ვაა, ხო, შემიშვალე რა. არა, ყველაფერი მე ეს ადგილი უნდა მომწონს, რომ ყველაფერი ესე გემრიელია რა. კაი, ამას მე გეჭამა მიყვარს რა. მე არიან ერთი წუთი გენაცვალე. არიან ტიპები, რომელსაც ევასებთ აი სახინგლეს, მე ხინგლეს, მე მევასება შუქრაზე, რომ ბევრი რაღაცა დევს და იმერული სუფრა გეუც. მეგრული ხო? ხო, იმერული მეგრული რა. კარგი, კახეთის სუფრისკენ არ იხრები შენ რა. არა, კახეთის სუფრაც მევასება. მან ცოტა, მაგრამ გემრიელეს. გემრიელია ხო. ფერმა მიდი კაცო შებერე, აბა რისთვის არის ეგ მანდ რა. ვედრო ლუდი უნდა დავიო შენ? იგივე ზომა. მე მგონი კიდე ერთი ბაგი დაგჭირდება. სანუ იკითხე. ნელა. ეს ის არის მე რაც მგონია, ოპა. მაგას პირდაპირ მე ჩავიდგამ. ეს არ ვიცოდი და მოგეთქვათ წოწვით კი არ დავიწყე. წოწვი რომ ამომიჭრა. არა მოჭრათ. ბასტოს ნამდვილი სახე დავანახოთ ადამიანებს, სულ არის ინის ეგეთია და მე თამაშობს კადრში რაღაც როლებს. ხო და ეხლა შევალარა ხო რა ქვია, განმეწყო. მიდი. ხალხმა გაგიცნოს რეალურად რა როგორც არის. შევალო არ ევასება. როგორც იცით მეგობრებო, ვინც გვიყურებთ, ჩვენ 17 მაყურებელს მიმართავ. ხო, რუსკა არის მე-18 მაყურებელი და თან წამყვანი. შენ რა მე-19 გადაცემა არ არის. მე-20. როცა ამობენ რომ ესე აბა 18 მოხდება საკუთარ მაყურებლები. აუტორის რაოდენობას შენ ატოვებ და ნუმანიფესტირებ რა თქმა უნდა არემონები. არა მომბეზე. მე ვეტყვი. ნუ აყენებ შეურაცხყოფას ჩვენ მაყურებლების რა ყო 18 კავს გულისხმობ შეშ. კა ხო. რა ბაზარი. თუ დააყოლე ხომ. უკვე ყავს გამარჯვებული, რომელსაც გამოვაცხადებთ მოგვიანებით. ხო, ვის მიხედვით შეირჩა გამარჯვებული. ჩემი ლამაზი ირაკლი გამოვაცხადებს მოგვიანებით. ჩვენ გამარჯვებულს. და აქვე მინდა დავამატორო დღესაც იქნება გათამაშება, ასე რომ უყურეთ რა. უყურეთ, გამოიწერეთ, წერეთ კომენტარები და ყველაფერი კარგად იქნება. ეს ქაბაბი გავყავი ორად და მეორე ვინ იქნება? თემური აუცილებლად თემური. რუბრიკა მინდა და გამეგზელებინა. მიდი გააგზელე კიდე. თემო მიდი თემო. ეგა. მადლობა. მიდი სანახავად. ცოტა ხანია. როგორც ყოველთვის დროულად იცი ხომ თემო? მიდი იწუწუნე, რაზე გინდოდა წუწუნე? ყოველკვირეულად ჩემი მეხსიერება უარესდება. მაგაზე ხო ცოტა ხანში შევთანხმდით რომ აღარ არის ეგრე. არა, ყველაფერი გამოვიწყდა ეგეც. ეგეც დაგავს. ჩვენი კუტარი დღეს კაცი შავ ელასტიკებში. კი, ლამაზი შარვალია. შარვალი შავაშმაკ შეხებილი. და ვათამაშებთ, ანუ დღესაც ვათამაშებთ ბუკას და შავ ელასტიკებს, ხო? ოღონდ კაცში თუ კოჭი გამოჩნდა და იკოჭის ოიცა მოჭი. ჩააგდებთ, გამარჯვებული იქნება. ებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთი კითხვა მაქვს რა. ყველაზე მაგრად ვინ გაგისწორდებათ, რომ თქვენს YouTube-ზე იყოს სტუმარი, ჩვენთან ჩვენ დავიწყოთ. ქართველები. იუთუბერები თუ ზოგადად. ცოცხალი ქართველი. ქართველი ცოცხალი, всё, იუთუბერიც შედის. შენ როგორც ნახე რა პერსპექტივიდან უნდა თქვა ჩვენთან ვინ ერთი მიცვალებული შეიძლება. ბასტო რა ლამაზი. გავი ბუკა და ჩვენთან ვინ გაგისწორდება? ესე დავიწყოთ. თქვენთან? ხო, შენთან აბა შენ აღარ გაქეკ. თქვენ ვინ გამისწორდება? რეზი არ ველაძე. შენ რეზი არ ველაძე. თქვენ ვინ გამისწორდება? შენ მე გამისწორდება სტუმრად კაკო გამისწორდება მაგრამ. კაკო ვინ არის? იუთუბერი. კაკო. ეს ჩვეულებრივი ადამიანები, მე ფიქრობდი, არა, საქართველოს ზოგადად. ცოცხალი. დავით აღმაშენებელი. ცოცხალი დავით აღმაშენებელი თუ არის სადმე ხოდი ბაზარი არა. ბიჭო, შეიძლება დავით აღმაშენებლები დადიან, უბრალოდ არ ვიცით ჩვენ. უბრალოდ ეგეთი პერიოდია. შპათაშორის ეგიდია გვაქვს რომ ბუნკერი როცა რაღაცას დაემსგავსება და მაყურებლებიც გაუბევრდება, გვინდა რომ
ცნობად ტიპებთან კი არ გქონდეს უფრო ხშირი ურთიერთობა. საინტერესო ტიპებთან გავაცნოთ მე ადამიანებს. აღმოვაჩინე დავიდათ მაშინებელი. ბიჭო, ცოცხალიც და მკვდარიც რო თქვა თქვით მოსულა? ვინც გინდა ის რაც გინდა ის ცოცხალ მკვდარი ვაგინოთ. ერთმანეთს. ერთმანეთს. არა ბაზარი არა. შენ კაკო მე კარჩე ცოცხლებიდან კაკო გამისწორდებოდა ძალიან და გარდაცვლილები მივწერე არ უნახავს. მე ისე მიწერე. არა ძმა. ჰეი დღეს მე ვნახო და ვეთქვი. მართლა ეთქვი, არ დაგავიწყდება? დაგირეკავ 12-ში. ბასტო რა შვი, ბასტო. აი ბასტო შევიდა ანუ გარდაცვლილებიდან გამისწორდებოდა ირაკლი ჩარკვიანი ძალიან. ძალიან გამისწორდებოდა. გელაც გააწორება. კიდე ილია თოფურია გამისწორდებოდა. კიდე ცოცხლებიდან. ცოცხლებიდან გამისწორდებოდა ილია. ილიასაც მივწერე, იცი? მე ყოთა ვხედობა. ჩამოსმირო. ბარე მივწერე. ტაქსინა. მე გამიკვირდა რომ არ ნახატო. არ ნახა. არ ვიცი რანაირად არ ნახა არ ვიცი. აი არ უყურებ. ცადე რა. რა მნიშვნელობა? შენ რუსკა შევინდა მოვიდეს, არ უყუროს, მოვიდეს პროსტა. ხო მე ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ რომ მე ის გამისწორდებოდა ყაზახეთში რომ ბიზნესმენია, ბევრი მილიარდია. არ არსებობს რამე თქვა და ეს არ ჩამეკვეთოს. გამორიცხა. ყაზახეთში არის ვიღაცა ყავს თურმე ძალიან ბევრი ფული აქვს. ქართველი ო, აი ძალიან ბევრი ფული აქვს, ანუ ბიზნეს რაირად ფული აქვს. აი გამისწორდებოდა სტუმრად, სახში. სახში? მოგზაინდ დაბზაინდ. რამე ბანძილარებით ეს გაგიცივდება. შეხირთმა. ში? ავყროლდები ხა და მე შევ. ავყროლდი მე გუდის ყველით. კამერაში იღებს. ხაში თუ გაცივდა, აზრი არა. მირჩევნია კარზე ვიდრე ვიცოდე რომ გაცებული ხაში გამინა. მინირთვი რა. ვოკა იბლაზრე რა ვაჭამე კაცებს. რა ვიბაზრო ბასტო შეგონია გაცთით ვინმეს ლაპარაკს და ზოგადად რაღაცა აცლილია მე როგორც კი ვიწყებ საუბარს ბასტო უნდა ეგრევე გამეკვეხოს ყველაფერში და არ მაცადოს არაფრის თქმა რაღაცასაც რომ ყვები უნდა დამასწროს და თქვას რომ იცის იმიტომ რომ მან ხომ ყველაფერი იცის ის ხომ ყველაზე ჭკვიანი ნიჭიერი განათლებულია იმე ტვინი წაიღო აი ამ წამს ახლა რაც ლაპარაკა ყველაფერი ტყუილი. ყველაფერი ტყუილი იმიტომ რომ ვაცადე აშკარად კი, აშკარად. მიუხედავად იმისა რომ ნონსენსს ღაღადებდა მე მაინც ვაცადე იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ესეთი ადამიანი რა მიყვარს როცა სხვა საუბრობს კი დაიჯერე ჯერა რა ვიცი. სიცოცხლეში სხვა საუბრობს მე ჭკვისი ჭკვიანი არ ვსიტყვი და კიდე უფრო კაი მიცხვარი რა უფრო ჭკვიანი გამოჩნდა. აბა რატო ხარ შევდიანი მაინტერესებს აი რო უყურებთ ხო აი ესე სამყაროს დავსევდიანდები ხოლმე იმიტომ რომ ისტორდება ყველაზე მაგრამ ლაპარაკობს არა აი გაცდი ჯერ შენ გთხოვ არა მე შანსი არა პირველი შანსი არ არის ვიღაცას ამე სათქმელი ხონდეს და მე ჩავერიო და თქო შეიძლება კაი კაი. ვინ უნდა მეთქვა და ბექა ყორშია გამისწორდება მაგრამ თავის ღილაკით აქებ აყორია კი დედის ტრაკის ღილაკით რა ბიჭო მივწერე და რაღაცა ისე ძალიან საყვარელი სანამ არ დავაგდებაო საქართველოსშიო ყველაფერიო მე ვარ ესეთი რაღაცა მომწერა და გაუხსნელი ტიპი ვარო რა უეჭველი ძალიან გეღადავა ალბათ კი მაგისგან არ გამიკვირდება ეს თან თქვა რომ მომწერა და ვიждებიო ბუნკერზეო თქვენი გამომწერი ვარო რა და კი ერთი აშკარად ვიდეო გვეღადავა. ლაბაძის ვიდეოს უყურეო და ძალიან მომეწონა იკო. ჰა გარდაცვლილებიდან გელა ჩარკვიანი აუ ბებია ჩემი გელა ჩარკვიანი. გარდაცვლილებიდან ყველაზე მაგრამ გელა ჩარკვიანი და ედუარდ შევარდნაძე აუ ზუსტად ეთიკა გამსახურდია ძალიან რომ თესლი იქნება. აი გაასწორებდა არ ვიცი რა ეგ არ გიქჩვენა ეგ ხარ შეგიძლია რომ პოდკასტში წარმოიდგინე ედიკა რა მაგარი. შეგიძლია რომ რეკლამეორი ყავდეს და ედიკას ირჩევ ეს ახლა კამერები და რაღაცები რო დაინახე შენ ხანჯალი გაეცრო ეგრევე და თავში ჩამარჯო. ედიკას პაროდიას აკეთებ ო ეს აი ედიკას პაროდია მეთქი და დაიწყო ეგრევე მიშველეს დაიწყო ხო ვიჟები აკეთებენ საოცარ. საოცარი გადაცვლა. არა და ვერ გაიგებ, მაგრამ რაღაცა იყო. ძინას პაროდია. ანუ ზუსტად ხმაზე აქ ოდნაო რა დანიჭერი მყავს ხო ცოტა სავარჯიშო მქონდა კი. შემდეგში უფრო კარგ ედუარდ შევარდნაძე. უფრო კეთილშობილი ედუარდის. ქეძბაიას აკეთებს გიჟი. გააკეთე ხო იმ დღეს ეძბაიას აი ხო გაგიკვირდა რა გაგიკვირდა ხო გაგიკვირდა. ფასი დაადე შენ პაროდიებს 50 არის საათი. 1 საათი რო პაროდიას აკეთებდა. მონეტიზაცია ჩამირთე. გაკაჩო რომ სულ იმის ქეძბაიათი ლაპარაკო აი სულ ყველა რეპლიკა რო ქეძბაიას იმითი გააკეთო უნდა ახსოვდეს რას როგორ ამბობს
და დადგა მეგობრებო ეს ბედნიერი შემოხვედა. ჟამი, რომელსაც გიჟივით ელოდებოდით, ობიახლები. ნახე, მაგას გელაპარაკე. არა, ამას ვინ აკეთებდა? მახარა აკეთებდა იგივეს. ოჰო. ნუ ისპოილერებს საკუთარ თავს. Nvidia-ზე უნდა ჩვენც არ ვიცით ობიახლები რა მოარჩია, ჩვენც არ ვიცით. ობიახლები რას ნიშნავს, იცი? ობიანი სიახლეები. მეხვდე. ვარაუდობ. გამიგე? ვარაუდობ. გამიგე? ხო. ახალი რეკორდი დამყარდა ძაღლების ფასებში. 4 ფეხა ძაღლებზეა საუბარი. კიდევ კაც გააკონკრეტე. 5.7 მილიონ დოლარად გაიყიდა ძაღლი, რომელიც არის გლის და კავკასიური ნაგაზის ჰიბრიდი, რომელშიც გამოყვანილია რა. Короче, 5.7 მილიონად. რა შვება ასეთ განსაკუთრებულს არავინ იცის, მაგრამ 5.7 მილიონად გაიყიდა და აი რამდენი არის მაქსიმუმი, რამდენადაც კვიტო შენ ტოტოს გაყიდდი. 200 თან უკვე იბრიდება 200 ლარად დასაძინებელი ფული გასაჩალი. პაროდიაში გამიცვლი, პაროდია. შევარდერსიანად გადმოგიგდევდი ფანჯრიდან ეგრევე. გინდა დააძინეთ. ბიჭო 13 წლის საერთოდ ძალიან ბებერი. იდიოტი და ყველაფერი. შენ გავხარ 200 ლარი. ბატონო 200 ფანტიკედის შენიას თურმე აი არ ამგონია. დასაძინებელ ძაღლს. შემდეგი ობიახლე არის რომ სოფიოში ყველაზე ბინძური ადამიანი სახელი არ წერია 60 წლის განმავლობაში არასდროს არ დაუბანია. არბანა. ხო და ეხლა დავყაროთ ამბავი ყველაზე მოვყევი როგორც ჩემი. ადამიანი კი არა და ის ყველაზე ბინძური ადამიანი 60 წელია არბანავია. მე მგონია და რომ მოკვდა. სადღაც ჩვენთან თბილისში ერთი და მოგიყვებით ერთ ისტორიას. გინდათ ერთი მაგარი ისტორია მოგიყვეთ? კაროჩე, ერთი რო და პირველ სხვა ისტორია. ნახე, აზრი არა აქვს. 60 წლის როგორც ლაპარაკი. არა, სხვა ისტორია. არა აქვს. სხვა ისტორია, შეხედე როგორ ცალდა და არა, შეხედე ანუ მოკვდა რო იბანავაო მაგის მერე. ხო. ალბადაბრი და სისუფთავემდა. ხო. ბიჭო იმდენად ორგანიზმი არა რუსკა რაღაც ისტორიას ყვებოდა. იქ არა, რა თქმა უნდა, რუსკა რო დაიწყოს ლაპარაკს, ბასტო შემოეკავეხება, აი აგერ შემომეკავეხება. კომენტარში დაწეთ რომ არ მეკავეხები არსად. მოკლედ, ილიაზე რო ვიყავი ორსულად, პირველი 3 თვე არ მისწორდებოდა ბანაობა. არ მსიამოვნებდა წყლის შეხება. და რომ ვიკითხე რომ აი ხო არის რომ ფეხმძიმედ ქალები ანუ რაღაცა ისუნდება, ცუდად ხდება, ტოქსიკოზი აქვს ეს აქ ის მე არ ვბანაობდი. მე არ მისწორდებოდა ბანაობა. რა კაია რომ ეხლა გაგიცანით. მაგას მე მგონი დღეს ვიბანავე თქვენი ხათრით. მაგიტო გვიხარია. მართლა ვიბანავე მაგრამ გუდის ყველი აქვს შეზელილი სახეზე და ანუ აზრი აღარ აქვს ჩემს. ხო და არსებობს ეგეთი უცნაურობა რომ ფეხმძიმეებს ემართებათ რომ წყლის შეხება მე რომელსაც წყალი მართლა ძალიან მიყვარს. შეხებაც კი არ მსიამოვნებდა და 3-4 დღე ისე გადიოდა რა ვერ ბანაობდი. კაია რომ ვერ ბანაობდი და ქალებო, ფეხმძიმე ქალებო, ვინც ესეთი უცნაურობა გჭირთ, არაუშავს დაიწყებთ დაბანას, ნუ გეშინიათ. გაივლის. დამარხეს. დაბანილი. დაბანილი. თუ დააბინძურეს რომ უყვარდა საწოდავს. უყვარდა საწოდავს. ჩაალახი და მე გადარგეს. კვიტო შენ მაქსიმუმ რამდენი დღე არის? გასულა ისეთი რომ არ გიბანავნია. 4 დღე რა, აი 4 დღე იმენა, აი რო ატანინებ რომ მე რეკორდზე რო გინდა რომ გახვიდე რა. არა. მე აი საფლავში ბანაობა. ხო, აი რაღაც ეგეთ ქართულად არ ვიცი რა ქვია, კრუშკით ბანაობა? ბავშვობაში. წყალს ათეთრებ ხო იცი? ხო, მე. ვირაობით არ ბანაობდი, ვირაობით. ანუ რაღაცას მაინც ვიბანდი რა, სახეს მაინც ვიბანდი, თავს მაინც ვიბანდი. უწყლოდ ესე ხო, ანუ ესე 60 წელი, 4 დღე მე ვიძახე რომ აი მარტო სახე რა. ერთი დღე. ანუ დღეში ორჯერ შხაპის garaშე ცხოვრება, ანუ ბიჭო, აი ხელით მოშორება შეიძლება ბანაობა იყოს, აი მიძღმენი მიკი. არა, უნდა დაიწყო. აი ეს უნდა დაიწყო. აი ესე უნდა იყოს. რა, აი კაც ხო ეგეთი. ალბათ აი მაქსიმუმ ამოშვებოდა რა. ხო და ეს ხო ბანაობაა რა. ხო. ანუ ტენია კარჩა. ბუკა შენ რამდენი ხანი არ გიბანავია ყველაზე მეტი? შენ ნიკუ? ნიკუ შენ, ნიკ შენ. მე ალბათ 5 დღე. ხალხო 90-იანების ხალხი ხარ თქვენც რა 5 დღე კვირაობით არ ბანაობდი თქვენ ცუდად ხო არა ხარ? ხო და რაღაცას ხო გბანდი. რა 90-იანებს რომელიოთ რომელწიანები. 94. და იმენა. როგორ არა, რაღაცა წყალი იყო. პატიმკა, რა გადაიხარ ბიჭო. 90-დან 2000-მდე ბასტო დაიმახსოვრო არის 90-იანები. გასაგებია და 6 წლის იყავი რომ 2000 გახდა თქო.
ხო. და ხო 4 წლის ასაკში არ გვანაობდი რა. არა, მე ჩვენ უფრო დიდები ვართ. მეც დიდი ვარ. ჩვენ სალიფეხი იქით გვაქვს უკვე. მე 99-ში დავიბადე. რუსკას შეხედე, ბატკანი. ბავშვი ვიყავ. კაი, ერთი ობიახლით და მე რაღაცები ვიბაზროთ რა. ბევრი, ყველა წაიგო. მოკლედ 1000 ოღონდ ამ ობიახლის ახლა ვიტყვი არ მჯერა რაღაცნაირად, ვერ ვიგებ რანაირად იციან როდის დაიბადა. მიდი შენ წაიგე. The shark born in 1620 ხო გასაღები გასაღები არა ხო ზვიგენია ხო ზვიგენი რომელიც დაიბადა 1620 წელს კიდე ცოცხალია და ჩუმად მიცურ მოცურავს ოკეანეებში რამდენი წლის არისო 1620-ში დაიბადა. სადღაც 40 წლის 400 რაღაცა წლის არის ჯერ სადნახეს რომ დაიბადა რა 1600 რაღაც წელს სად გააწყნეს რომ ის იბადებოდა დაკეთებენ მაგას ძალიან მარტივად დაკეთებენ მაგას როგორ აკეთებენ მაგას ხო ქვას ხო და რო გეუბნებიან რომ ამ წლის არის ამ წლის არა ძველი წელთაღრიცხვით ხო აი მაგას 800 არ გაგუფლება არ მჯერა ვეშაპს არ დაუჯერო თუ ზვიგენს მე არ მჯერა გასაღებს და კიდე ხო ცურავ მე მჯერა და თუ რანაირად ეგ ხორი მაგა ხარ მოგიღრით ხო მაგაზე ჯერ უარი არ ვთქვა მე ამიტომამ ხო chat gpt 405 წელი ძალიან ბევრი chat არსებობს how old is the oldest shark in the world კუკვდება მე მგონი ალიგატორი არ ყდება სიბერი ანუ აბა რომ რომელიღაცა მედუზა არ ყდება კიდე სიბერი მედუზა вообще разрос ხო ანუ სიბერით არ ყდება რა თუ მოკლდება მეგობრებო აბა გაარკვია ყველაზე ძველი ხოცხოვანი შარკი აკულა ცოვანი არის გრინლენდ შარკი და არის სადღაც 392 წლის და შეიძლება 512 წლისაც იყოს დიდია საშუალო გამოყვანილი 420 წელი მე მჯერა ეგეთ why so long lived they live in freezing deep ძალიან იმებში ცხოვრობენ სიუწყლებში პირობებში მეტაბოლიზმი ძალიან ის აქვს ნელი ძალიან ნელი აქვს მეტაბოლიზმი და 150 წლის ასაკში არიან სულწუნე ანუ იზრდებიან ყალიბდებიან 154 წლია და 158 წლის თინეიჯერია ხო და ეგ არის ზუსტად რა ანუ სიმართლე ყოფილა ნიკუ ეგ ობიახლე მე ჩავა ერთმანეთში რო ლაპარაკობთ ეს დედამოთხ აი მართლა ხალხო გამოიხედეთ ხოლმე რა ეგ არის პრობლემა ხაში მიდევს რა ეგ ხაში რატო გიდე შევასხათ ხაში იპყურებ ანუ რას უპირებ მაინტერესებს ბოლოს აი ბასტონი ელნელა შინაურდება ბუნკერში აბა რა ბიჭო იქ ზიან და მარტო ნუდოდ უნდა თერკა პაკეტ არ ჭირთ ხო და ვაფშე ცოტა ხანს ეს ობიახლები დავასტოპოთ რა და ეხა უკვე არა მე მაინტერესებს ობიახალი მე გავგზელდებით სუდანი აგრესიულია ეხა რაღაცებს ეს თავის სილამაზე მოაფრქვია კადრში ნერვები დატრიალდი რუსთან დატრიალდი ო ეგა всё მოკლედ გუშინ რო გადავწყვიტეთ რომ რაღაცნაირად მომზადებულიყავით შენთან შესახვედრად ვერ მოემზადეთ მეტი რა მოვემზადოთ ბიჭო ესე დაუნახაობა არ შეიძლება გადახედე ახაურო არა მე შენ მეტყო ვერ მოემზადეთ მე რა ვერ მოემზადე გადახედე ხო ახაურობას მაგის ხას ვაპირებდი ჯანდაბა ამ მომზადების მე გრელი არ დაგავით შენ რო იყავი კრეატორში ახალ პროექტში საქართველოს ბანკის ახალ პროექტში მენტორი ხო და კრეატორზე 1-2 სიტყვით რო გველაპარაკო რამდენად რავი ჩვენიერი პროექტი ქართული რეალობისთვის პრინციპში რაღაცა ცალკე YouTube-ზე პროექტი, ეხლა რუსუდან ბეჭებზე აქვს მოგდებული ნიჭიერები და რაღაცები, მაგრამ ესე YouTube-ზე ეგეთი პროექტი აქამდე არ ყოფილა. YouTube-ის ნიჭიერი ქონდა? მე რატომ მომწონს ეხლა იქ პროექტი ყველაზე მეტად რა. შესაძლებელი არის, რომ ვინც გაიმარჯვა, იმან ვერაფერი ვერ გააკეთოს. და ვინც პირველი გავარდა, იმან გააკეთოს ყველაფერი. ზუსტადაც. ეგ არის ჩემთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეგ თუ მოხდა მე ზოგადად ეგეთ რაღაცას უყურებ, რომ მაგალითს აძლევ ადამიანს. ანუ რას აქ ერთადერთი რა არის საქმე. ანუ ყველაფერი შეიძლება შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს, მაგრამ საქმე არის შენ რაზე გავლენას ახდენ შენ ირგვლივ ყოფებზე. ხო, მაგრამ რამდენი გადაგიხადეს? ეხა შეხედე, არა, შეხედე. თუ ვერ გწდები, მართლა გავჩერდები. ხო და ეგ მაგან შეიძლება ისეთი ზეგავლენა მოახდინოს შენზეც შემოყარგო და ყოველ კაკოზეც მაგალითად რომ ტიპმა რომ მაგალითად მოიგოს ვიღაცამ და ის ვერ გამიმან ვერაფერს ვერ მიაღწევს თქვა რუსულებ მაგას, მაგრამ ვინც პირველი გავარდა იმან მიაღწიოს შეიძლება
იმდენმა ადამიანმა საკუთარ თავში ძალა იპოვოს, რომ რაღაც გააკეთოს, რომ საერთოდ სხვა რეალობა დაიხატოს. დაჟე რომ სწორედ ამიტომ. დაჟე, ხო, უსამართლოდაც რომ გამოგაგდონ რა, ეგეც мотивация. ხო მე მაგას ვამბობ, რომ მე ყველაზე მეტად გამიწორდება, რომ ვინც პირველი გავარდა, ის გახდეს ყველაზე პირველი. ხო, კი, ბევრჯერ ყოფილა ეგეც. და ზუსტად მაგიტო არის ძალიან კარგი პროექტი ჩემი გადმოსახით, თორე ეს დანარჩენი მოусმინე. დანარჩენს ანუ უყურე, ჩემთვის დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. როგორც დავამუღამე სოლო იუთუბერებისთვის არის, ხო, ძირითადად ეგ პროექტი. ბიჭო, ხო, ეხლა რა ვიცი, ანუ ეს ზიში ჟიურიში ზისე? აბა რა? პირველი გადაცემის ის ვიყავით მენტორები. მეორე სეზონიც ექნება ამ ყველაფერს როგორც ვთქვით. ხო და ბუნკერი რომ მივიდეს ესე გუნდურად შეიძლება? თუ მარტო სოლო ტიპებისთვის არის? წარმოიდგენა არ მაქვს რა ხდება მან აი კაკოს მოწვევაში რომ დაგვეხმარები. მენტორად მიხვედი რა იმენტორე? просто აუხსენი რაღაცები რომ აუხსენი, აბა რა აუხსენი, მაინტერესებს. მაგალითად ის რომ ჩვენ სახლები ვარ. უფრო მნიშვნელოვანია შენი ხელწერა გქონდეს და შენ რო დაგინახავს ტიპი შენ კონტენტთან ასოცირდებოდე, ვიდრე მაგალითად რამდენი ადამიანი გიყურებს. ანუ რო რამე იუთუბერი რაც არის რა, ინფლუენსერი, ანუ ზეგავლენას ვინც ახდენს ტიპი, რომელსაც როგორც ადამიანი, როგორც პერსონაჟი ისე ხედავენ და არა რაღაცა ეგრე შეიძლება მართლა რაღაცა სატელევიზიო გადაცემას ძალიან ბევრი უყურებდეს, მაგრამ იქ შიგნით არც ერთი ადამიანი არაფერს არ ნიშნავდეს არავისთვის. რა თქმა უნდა. ვა, ახლა ხილა გადმოვიფურთხე, ეს აი ესე. მე გადმოვიფურთხე. მაგ გაიქნია. მე დებილია. ანუ შენ მოგხვდა შენ დამიხე ისე. დაამჭრა ხარ ხო? ხო და თან ეს რო ბაზრო რაღაცა ძალიან რო იფურთხე. ნაკეთ გავაგრძელოთ. აი მიდი გაუშვ. ხო და რასთან მოგძიერა? ეს მოიმზადე. ტელევიზიიდან შეიძლება არ დამახსოვრდე. ტელევიზია კი არა, ზოგადად შეიძლება ბევრი მაყურებელი ყავდეს რაღაცას, მაგრამ ის არ ქონდეს. ანუ მე ბევრი მაყურებელი მყავს, მაგრამ ჩემ ფეხები? არა, ხო და შენზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ შეიძლება შენზეც იყოს საუბარი. აჰა. ხო და მაგის აი ერთ-ერთი რაც შეიძლება აუხსნა ეგ არის რა, რომ შენი ხელწერა უფრო მნიშვნელოვანია რა. აი მაგალითად პიკასო რო ხატავდა რაღაცას, ოთხკუთხედ ქალებს, ვიღაცა შეიძლება ნიჭი ქონდა ზუსტად გადაეხატა პიკასოს, მაგრამ ფასი იმას ქონდა, იმიტომ რომ ის თავის ნაღდი იყო და ორიგინალი იყო და ეს ვიღაცა შეიძლება უფრო რეალისტურად ხატავდა, უკეთესად ხატავდა ეს ოფიციალურად, მაგრამ ვარ ნახევრად ვერ გაყიდი იმის ნახაც, იმიტომ რომ ის არის ორიგინალი და ის არის თავის ხელწერი. ერთადერთი. იყავი ერთადერთი. შენი ხელწერა რა არის? იყავი ერთადერთი. იყავი მე რო ხელწერა. გუწფელა იასნა არასდროს ანუ აი ყველაზე უცხელები და სპონტანურები. შენი რა? გუწფელი და არ გიყავ არაფერს გუწფელები, გუწფელი ვარ. მერე ბრატ. სიმონ? მერე ბრატ. აია. იგი ვარ, რა გუია, იუთუბერი, შე? კი, შენ ხარ ბაზარი. არ ვიცი, ხელწერა არის რომ როგორც ბრძნობ, ისე ვაკეთებ. გუწფელობა რა. და ჩვენო პოლიტიკაში მოვდივართ. ეხა პრემიერობა უნდა, პრეზიდენტი აზრი აღარ აქვს, ხო? აი ეს რაღაცა. ო, ეხა აღარა პრეზიდენტი. რა, ეხა პრეზიდენტი აღარ არის ეგეთი, ისა რა ქვია. ძლევა მოსილი. ან ძალაუფლება გინდა. მე მინდა საპატიო თავმჯდომარეობა. ძალაუფლების დათრევა. რა არის ბიზნა? ბიზნა არის დღეს ყველაზე გიკაც. არა. დღეს ყველაზე მაგალ თავმჯდომარეობა. პრემიერია რა. არა, საპატიო წევრი პარტიის ალბათ, რაღაც ეგრე ქვია. საპატიო ხო და ჩვენ დავაანონსეთ, რომ 100.000-ს გავუწერს, როცა მივაღწევთ, მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ათეულში 5 ადგილი, რამდენი ადგილი? 5 ადგილი დაგვრჩა, ხო? 100.000-ს გავუწერამდე თუ ახვალთ ფულწრფელობით. უეჭველია. არჩევნსაც მოიგე. ვიდას მო. ხო, თორე აქედან შეგიძლია რომ აუ ემიგრანტებო და რაღაცები ვერ მოიგე. ე, გუწფელობის სამწუხაროდ. პიასაც და რაც ვართ ის მივალთ და გავერთობთ რა ეხაც. ამ ქვეყანაში პარლამენტიდან ჩაწერა. აი მოგთახო რა ხა, აი რატო არ არის საქართველო? იქაც უნდა იყოს. მე პარლამენტში ვარ და გავერთობი. ხო ჩვენც აგვიქვით რომ გავერთობთ და კრეტინობებს გავაკეთებ. აბა კრეტინობებს აკეთებენ და ჩვენ იქით გავ, ჩვენ საქმეს გავაკეთებთ მარტო. ხო და მე რომ გავხდები საპატიო წევრი, მე ვიცი მე, მაქვს. არის გამიგუგლეთ ერთი ეს კაცი. აი კიდე რაღაცა. საპატიო თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე. კაი. საპატიო თავმჯდომარე. და მე ყველა შეგიძულებთ. ალბათ არ გახტები, მაქსიმუმ ბუნკერმა გაიმარჯოს და იქ მერე შემოხვიდე. საპატიო თავმჯდომარე.
წევრი გავხდე ბუნკერი. ხო, ბუნკერი, შერეს ბუნკერი პარტია ბუნკერიდან რა. დედა ჩემს უნდა ჩაურიცხო ერთ წარმატებად რა. შეიძლება ანამდე ობიექტზე გადავიდეთ. ერთ შეკითხვაც მაქვს. რაღაცა ცოტა ხანი წავაობიახლოს. სიღრმისეულად ვიწყებთ ლაპარაკს ეს ეგრევე. ხო, რუსუდანი უსკარგო. არაფერს არ ვკარგავ. თვითი აშლი შენ უფრო მოვა. მეტი ხარ, შენ უფრო მეტი ხარ. არაფერს არ ვკარგავ, просто უნდა ჩაურიცხო დედა ჩემს. თან რუსთან პირველი ეპიზოდია, როცა წამყვანი ხარ რა და. ხო. არ მათთვის არაფერს ესე პოლიტიკაში ვერ მოხვალ რუსკა. ესე პოლიტიკაში ვერ ვერა, გაგვიჭირდება. აი, მიდი ნიკოს გადადი რა. გადადი. რატომ რაღაცა მაინტერესებს და მე გადავიდეთ შეჩა. აი ეს მიხეილ ომთაძას მიმართავ. რაც იმაში თუ მოხავ სტუმრად ძალიან გამესია. ვიღაცა გამესიამოვნება, კაი სიტყვა უეჭველი. მიხეილ ომთაძე არის 5.2 მილიარდი აქვს ბიჭო დოლარი. ეს ყაზახეთში არისო? მიხა. ლუდზე და მიხა. რაღაცაზე დაპატიჟე. მოდი. ანდრე რო ქარვა გვასპონსორებდა ეგლუდი 2 წლის წინ ჩაციებული კაპკაპა კი ჩვენ სპონსორები ვიყავია. კარჩი შენი YouTube-ზე ძალიან დიდი ხანია მიდი მოდი. ვლავირებ? ხო, ხან. დიახ. ხანი ხან. დიახ. ჩემი საქმეა. ამდენ ბოდიას რა განაცხადებს. კომფორტი, სიყვარული. რაღაცა მალიკ ფერსერდება? აი ეგ ძალიან ყველაფერი ვაფშე, ანუ აი ავათარი. ეხლა 30 წუთის თუ გაგრძელდა ხო, გაგრძელდა. გავუვარო ხუმრო. ეს ერთ დღეში არა, მაგრამ ყველაფერი მალე მდესდება, ესე საერთოდ რა. ანუ ყველაფერი ბიჭო, წინ. ეგ მეც ოღონდ ჭირს. მე ბრუნდება ეგრე. ოღონდ ყველაფერი არა, მაგრამ აი 80% ძალიან სწრაფად ბეზდება რა. ბუნკერი ხო არ მოგვეზრებია ჯერ. ბუნკერი ჯერჯერობით 20%-ში. 20-შია. კი. ესე თუ გაგრძელდა უკვე 80-ისკენ გადადა. აი ხა 22 დაფიქსირდა. არა, ბიჭო, YouTube-ზე იდეაში თავარი ხო სტაბილურობა არის მაინც. აი შენ როგორც ესე ჭაღარა YouTube-ს. სტაბილურად უჩანვარ. სტაბილურად ჩანხარ. დიახ, ოღონდ ხან ჩემერგზე ხან სქესარზე ხან ხო, ეგეც ის არის რა, სტრატეგია. კი. სტრატეგია არ არის. ნუ თან სტრატეგია შეიძლება შეიფუთოს. ფუთვას გეუნ. რა გამოდის? ეს მოგებინებოდა? ძალიან ღრმა კითხვებს დაგის. და გადაყლაპა. ძალიან საინტერესო ობიახლია შემდეგი. მიდი. მართლა ძალიან საინტერესო ამჯერად. რომ ნახევარი ჩემი ჩაყრილი. ჩინეთში მართლა ძალიან საინტერესო ობიახლია. შენ ხო არ გინდა? გინდა? ჩინურად იბაზრე. წაი ჭუნგოა სექსესული არის, ვიცი, ტელეპორტით მithmedes ამას. მოკლედ ჩინეთში შეძლეს რომ ტელეპორტაცია გააკეთეს ინფორმაციის რა. ნახე, უფრო რომ გავამარტივოთ ეს საუბარი. ინტერნეტი რა არის, ხო? რაღაც არხებით, მაგალითად, კაბელი არის საჭირო იმისთვის, რომ ინტერნეტის მეშვეობით რაღაცა გადასცეს. აი მაგის ნახოთ არ მჯერა. ხო და ამათმა კაბელების გარეშე შეძლეს რომ ბევრი 1000 კილომეტრის მანძილზე გადაეცათ ინფორმაცია. ინფორმაციის გადაცემის ინფორმაციის გადაცემაზეა საუბარი. აი ეგრე საკაი. ალღებით. ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. აი სიღრმისეულად თუ გადასცეს. ჩინელებმა მოიფიქრეს ტელეპორტაცია, ანუ როგორ დაებრალებინათ საკუთარი თავისთვის ის, რომ ტელეპორტაცია შეძლეს და მოიფიქრეს ეს ყლეობა, რომ ინფორმაცია გადააწოდეს ვიღაცას. ანუ არ გჭირდება. არა, ტელეპორტაცია არ არის. ინფორმაციის ტელეპორტაცია. ინფორმაციის ტელეპორტაცია და ჩემი აზრების და რაღაცა. სწორ სიძახის, მეც სიტყვა არის არასწორად. ანუ მან არის რომ ჩინელებმა მოი ტელეპორტაცია ჩვენი იყოსო პირველიო და სწრაფი ეფექტური მეთოდი ხო, მაგრამ კაბელის გარეშე მოახერხეს. ხო, აი როგორ აკეთებ? კაბელის გარეშე კაბელის გარეშეა. მე რა Bluetooth-ის Wi-Fi ხო, მაგრამ Wi-Fi მოდემამდე კაბელით მოდის ინტერნეტი. იქაც არის რაღაცა იქნება ადაპტერი, რომელიც ერთიდან მეორეს გადააწვის. ოღონდ ხო, მაგრამ კაბელის გარეშე. კილომეტრების მანძილზე ეგ ვერ ხდებოდა. კვანტურ მექანიკაზე ხო და იყო კილომეტრების მანძილზე რაღაცა მექანიკაში გავერკვევით და შემდეგ გადაცემაში კვანტური ფიზიკის რუბრიკით დაგიბრუნდებით უყველას. ერთი Wi-Fi მოდემით რა მანძილზე გაავრცელებ? აი ყველაზე კაი Wi-Fi. გააუმჯობესეს და გახდა 50 მილიონიანი კილომეტრის დაფარვის, ხო? შენი ხაში ტირის ამასობაში ტელეპორტაცია. ეს ხაში აღარ არის, ეს უკვე ფარში. ხო და ჩინელებმა რომ ეს გააკეთეს პარალელურ რეჟიმში ნორვეგიელებიც დაფიქრდნენ რომ რაღაცა ჩვენც ხო არ მოგვეფიქრებინაო. მარტო ის ვინ არის ტერორისტი ბრეივიკი თუ ართო ბოლო დროს ცნობილებიო და რამე ჩვენს ვქნათო და ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში რომელმაც ოფიციალურად აკრძალა ტყეების გაჩეხვა. ძალიან მომეწონა მე დავიკითხე თქვენ მთავრობა მოკლედ აკრძალა ტყეების გაჩეხვა. ძალიან კაი მაინდოზე თუ ხიდა მიხარაკრას რა იყო ძალიან საინტერესო რაც კეთილ. ვიდი აბა? ჟანგბადის რა თქვა, ხომ რო ჟანგბადისთვის მნიშვნელოვანია რა ხეები შეადგენენ
ჟანგბადის გამომუშავების მგონი 2%-ს ხო, ძალიან ცოტა. აწარმოებენ და მთავარი ისინი არიან წყალმცენარეები. ჟანგბადის წარმოებიც კი. მაგრამ თაბარზე კი, კი. მთავარი, ანუ ჩვენ ვერ ხავდით თითო ადამიანმა 5 ხე მოიჭრათ ვინც ვარს. მაინც გვეყოფა. 40 მილიარდი ხე რომ მოიჭრას. ბაფშე სამყაროს წამ არ შეეწყობა რა. სხვა რამეზე დაეწყო. ძალიან კლეები არიან? არა, ერთი წამ. კლეები არიან. ბიჭო, ერთი წამ. ჰაერზე არ დაეწყობა, მაგრამ სხვა რაღაცებზე დაეწყო. აბსოლუტურად სხვა კატაკლიზმები დაიწყება. რა თქმა უნდა. ჰაერზე შეიძლება არ დაეწყოს. მაგამდე აღარ ჩაღრმავდით საბათ იმას დიალოგს. დედა მოეწყება. ბიჭო, არა. უფრო მეტი ხია დედამიწაზე რომ ვარსკვლავ და ძალიან ბევრი ხია. ჯერა. რამდენი ვარსკვლავია? დედამიწაზე ვაფშე არ გვაქვს კითხო. ვარსკვლავი. ChatGPT დედამიწაზე არ გვაქვს საერთოდ. დედამიწაზე არ გვაქვს ვარსკვლავი, მაგრამ ზოგადად თუ შენი თავი მოიხსენი, წდები. აღწერილი შეიძლება იმის იქით რაღაცა მილიარდი წელიწადის წელიწადის იქით. შეიძლება არის, მაგრამ რასაც არსებობს ხე უფრო მეტია ვიდრე ვარსკვლავი და თუ გიდაგ გეტყვით რამდენი ხე დაახლოებით აი შენ დედამიწაზე. ამიხსენი მილიარდი ჩატზე რომ არა. კაი ინფორმაცია. მე მაინტერესებს. How many trees how many trees are on earth? გაუშვი Mother Earth. შენი ვთქვათ, კაი. დაიწყები და 150 მილიარდი ტრილიონი. 150 მილიარდი და ტრილიონზე გადახვედი. 150 ტრილიონი რუსულად. არა, 10 ტრილიონია ჩემი პასუხი. 10 ტრილიონი? სადღაც ეგრე უნდა მეთქე. მოიცა მოვალ შენ. 8 ნახევარზე მეტი. რუსულად შენი აზრით რამდენი ხეა დედამიწაზე? მარტო ბიძინას აქვს ერთი 100 ცალი. 100 ხე. 100. თბილისში არა, დედამიწაზე შენი აზრით რამდენი ხე არის? ხო. რა ვიცი 1 მილიარდია 1 მილიარდი. მილიარდი მე ვთქვი რომ 8 40 შენი აზრით? მილიარდი ხე რომ მოიწევს მე არავის არაფერი არ დაიწყება თქოს. მე შენი აზრით რამდენი ხე არის? 12. მილიარდი? ზოგ არა. 12. რამე 12. 12 რაღაც. ეს მოცემულობა. კაი, მე კარჩა ეს ვიტყვი მოცემულობა მომწონს რა. 3 ტრილიონი. 3 ტრილიონი. კაი, ამან თუ 3 თქვა, მე ვიტყვი 4 ტრილიონი. შენ 5 თქვი 7 და ნახევარზე მეტი. ტრილიონი? 7 ნახევარი ტრილიონი. დავარ, რამდენია? არ მოირგო ხონდ ისე თქვა. რამდენი მილიარდი ხეა ტრ იქნება, ტრ. ბასტო 2 დაიკარგა. ტრილიონი იქნება. ეს იყო 3 ბასტო. ტრილიონი. 3? მილიონი ეგრე წერია. აი არჩი მანამდე დაგუგლული ქონდა ეს. აუ რაღაცები წერია. შენ დაგუგლული მოხვედი? არა. აბა რატო თქვი 3 ტრილიონი? არა, შეიძლება არც არის. 1 ტრილიონ seconds რაღაცა დებილობას მეუბნება. გაგიჟდა. ეს ხო მე ხო არ ჩემ არხზე, ანუ ყურე რაღაცას რო ვეკითხები. მე მილინკავს რა, აი ყველაფერს რო როგორ შეიძლება შენ YouTube-ზე გამოიყენე, ხო? მეხმარება ეგეთ რაღაცებში და იცის რომ ეგ ტიპი ვარ. და რა გაირკვა ბოლო-ბოლო? ერთი უნდა გამოვიყენო ეგეთი რაღაც 422 ხი არის თითო კაცზე. ანუ 8 მილიარდზე უნდა გავამრავლოთ. ხო. რამდენი გამოდის? კაცზე აი ეს საინტერესო მეუბნება ყველაფერს. რო, შენც ძებნა დაიწყო. ბასტო რამდენი ხეა დედამიწაზე? აი გავუბრალოთ 422-ჯერ 8 რამდენიცაა ზუსტად? ანუ მათემატიკაში გავარჯიშებს თან რა. 3 ტრილიონი. ო, სწორედ. ახლოს ვიყავით რა. ამას ზუსტად იცოდა რა. კაია. ბორჯომში ვართ მე და კვიტა ზაფხულია და მოკლედ ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის სახლში ვსვამთ რა და ბიძა იყო ხო მგონი. კარჩე რაღაც ჭაჭა გააძრო რა. ჭაჭა გააძრო რა ბიძამისმა თუ მამამისმა. მოკლედ ვიღაც ტიპმა ჭაჭა გააძრო და ეგეთი რაღაც გითხრა რომ კარჩე ბევრი არ დალიოთო. ესო ხალხსო ისვრისო. და ჩვენ როგორი პერიოდი გვქცი რა ბევრი არ დალიო კი რა რაც გაქანო ხო რა ეგეთი რაღაცებს გჯერა რომ თვალზე უკვდავი ხვდები წელზემოჩი შველი თუ დავდივარ ვერ მცნობენ და აი რაღაც იდიოტობებში ვარსებობთ და ეს რა გვისვრის თან ვერ მივხვდით რას ნიშნავდა რომ გვისვრის დავლიეთ გადაო დავლიეთ ჭაჭა ეს ეგრეთ წოდებული ჭაჭა სუფრა იყო ჭაჭა და რა დამავიწყებს მაგას ტოვლმა ვაზის ფოთოლში ეგ იყო მთელი სუფრა და შედვართ რა რაღაცას ვსვამთ გავისეირნეთ მე თან გზაში ვსვამთ და სადღაც ჩამოსხედით რა დავიღალეთ და ბორდიუზე დავჭერთ ხო ბორდიუზე ჩამოსხედით და საუბრობთ ესე რაღაც მე და კვირა და უცბად აი მართლა არ მჯეროდ აი ესე ტიპი და კეპი სისხლიგეს ხმევა და თავი გავიწე ფოტოც გვაქვს ეგ ის ფოტოც რო ჩამომიყვანეთ შენ მე რო ჩამო ხო და აი ესე მართლა გეუბნები ვისხედი და უცბად ჰაერში იმენა აიწია და გადავარდა და კეპი ბა გლიჯე რამდენი ნაკერი დაგადეს შეჩემა რავი 12 12 ნაკერი თუ ხო არ უღადაო შენ ყოლი ხარ ჭაჭას თან ბორდიუზე ბორდიუზე ამიდან კი არ გადმოვარდიან რაღაც სიმაგრე ეს ვიჯექი აი ძალიან დაბალზე და უცბად აიწია და გადავარდა ჯა
წაგაბოკინა და მაგალითად აი რა დამასლოკინა იზდეცი რავი ადამიანმა 12 ნაკერი დაადეს ფოტოც გვაქვს გასისხლული რო ეს სახით და მე მაინც დალევა გავაგზავნეთ სანამ სასწრაფო მოვიდა ჩავსვავ მაგ ფოტოს ჩავსვა სანამ სასწრაფო მოვიდა მაგ ჭაჭის დალევა გავაგრძელეთ სანამ სასწრაფო მოვიდა მე ჩამოვედი თბილისიდან ამას შენც ჩამოხვედი თბილისიდან მაგ ისტორიას არ მოყვები ისევ შეიძლება დაჭერისკენ წავიდე ჯერისკენ ეგეთი ისტორიები გვაქვს ძალიან ბევრი ოღონდ მადლობა ხო კაი ყველა ისტორია არის ერთმანეთზე საშინელი კი ნელ-ნელა გავიხსნები და მოვყვები უჟასებს დაგმართნია მსგავსი რამე დიდი ხანია ვაპირებთ ისტორიების მოპოვას და გამისროლა მეთქი და რომ გამილევია გულო გამიკეთები ანუ გავწეულ ვარ რა უკან მაგრამ ნაკერები არ დავიდია რომ ფიზიკურად აი გადაგაგდოს დაგმართნია აი ეგ იყო ჩემი პირველად აი ეგეთ რაღაცა დაულე გავუკეთებია რა ანუ აი წაგაბოყინათ ხო მაგიტო თქვი რომ აი ნუ რა მოდის ანუ აი მართლა ძალიან დიდი წნევით რაღაცა ამოსულა ბახეს უკეთებ მე გასროლით არ გაუსწრებ ფოტო ამოვანოთ აუ ვეჭო ბასტო ჭამე რამე კიდე და მოკლედ ეს გეცოდი ფრაში არ მშია მე ნაჭამო ხო გადაწყდა რომ Netflix-მა გადაწყვიტა რომ უნდა გადაიღოს სერიალი ამ თამაშზე ანიმაციური სერიალი იქნება რა თქმა უნდა კი სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია უკაცრავად წყალიც შეიძლება რა სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია მაგრამ 1996 წელს ნაფი დოგის მიერ შექმნილი თამაში ცოტა ხანში ანიმაციურ სერიალად მოგვევლინება რა ხო და ამაზე მაინტერესებს ეგეთი რაღაც აბა რა გაინტერესებს ნიკოლოს ეს მოთქმევია რა სო აღარ ეტევა იკო მე მინდა რომ ამას მოაყოლო ის ჰიტზე დიდი ხანია ხო აი აქ აი ნახე აქ ხო ხო და თქვენი საყვარელი თამაში რა იყო ბავშვობაში გეიმინგ გულისხმობ რა იმას დამალობანას არ ვამბობ არა ჩემი საყვარელი თამაში იყო ქუჩა კაი სტუმარია დავუშვე ქურდი ზონაშია ამ სევდიან ნოტაზე მოდი გამარჯვებული გამარჯვებული უნდა გამოვაცხადო ვინც გამარჯვებული მიდი რუსკა ეს ამადა იყვანეთ ხო კი ამად დიალო რუსუდანი სად ჩავაგდე ოღონდ არ მახსოვს დავიყვირო კიდე გამარჯვებული შენ გააგზელი ხო ვიპოვე გამარჯვებული თამო MK 1065 რა ნომერზე ხარ ყველაზე საინტერესო და ორიგინალური კომენტარი ქონდა ჩემი აზრით აბა როგორი ჩვენ ქონდა შეკითხვა რა თქვენი საყვარელი ქართული კერძიო და გააძრო რომ ჩაკაფული მოწეული ცხრისგან გაკეთებული აი ძალიან კარგი ბაზარი არა ხო და გილოცავ თამორაო რა თქვი თაკო MK 1065 თაკო MK 1065 გილოცავთ გამარჯვებას ვაჩუქერი შენ მოიგე 300 ლარიანი ვაჩუქერი ზადო უნდა დამაწყოთ საჭაშნიკაში მოიგე 300 ლარიანი ვაჩუქერი აირჩა უკვე შენ შემდეგზე შეგიძლია აარჩიო ეხლა მოდი და 300 ლარიანი ვაუჩერი შენია საჭაშნიკეში ეს არის საყვარელი ქართული კერძი არის მეგობრებო კიტრი პომიდორი საათი კინძით რეჰანით და ცოტა ძმით და კახურის ეთით ცოტა ძრით და ჭადი და ყველი ცოტა ძრით აი ეგ კომბინაცია დიახ ასევე ძალიან მიყვარს მე 300 ცალი ინკალე ასევე ძალიან მიყვარს კუჭმაჭი და მე მიყვარს მესამე ჩემი საყვარელი კერძი არის სუფრა რო არის გაშლილი და ყველაფერი არის შეკვეთილი. სულ მგონია რომ ებოყინება მართლა რატო ის იმდენი იბაზრე რომ ირადად შენი ამას მეწავიდე. არა ეს მომენტი ეგ ბასტო გილოცავთ შეგიძლია 300 ლარი გამოიყენო იგემრიელო სულ პატიჟებ ვინ ის ბაღის κρაში უკანაფონისთვის დავი მოძებნე ის ბაღის κρაში მოძებნე და დაპატიჟე თემო მზად არის მოიცა თემო მზად კიდე არის უნდა დავიწყო ხო რა მეგობრებო სტენდად ეს გადამოხდა ერთი ადამიანი გამარჯვებული ცოტა ამიტომ ისე თამაშდება ვაჩუქერი საჭაშნიკაში საჭაშნიკის 300 ლარიანი ვაჩუქერი თემო მოემართება თემოსკენ მოდი კრონშტეინი ქვია ამ წინაზე იყო ეს კაი ამ ინსტალაციას კაი რაღაც საშინელება მოხდა არა ყველაფერი კარგი აი ის ნახავთ თვითონაც ქონდა მეგობრებო თამაშდება ლიმონკა ჩაგიგდო რა გააკეთა კიდევ ერთი 300 ლარიანი ვაჩუქერი და წესები რა არის წესები ცოტა ხანი გავწელოთ რომ ის დაიტანო წესების მოხმარებაში რომ დაგვეხმარო რა მოხმარებაში კი არა მოფიქრებაში აქ შემილია რაღაცეები კიდე ყველაზე ცხარე რა გიჭამიათ
ოღონდ ეხლა გამოვწერე ჟელიბონი მილიარდ სკობილიანი, ეგენი არა. აი გასტრონომიული გამოცდილება რო გააზიაროთ ყველაზე ხარე რა გიჭამიათ. კი ბატონო. დაგვიწერეთ კომენტარებში. როგორც წესები, უნდა გამოიწვიოს საჭაშნიკის Instagram არხი, YouTube-ის. YouTube-ის არა, ბუნკერის YouTube არხი, საჭაშნიკის Instagram არხი უნდა გამოიწეროთ და დაწეროთ ეგ კომენტარი, რაც ბასტომ გკითხათ. საჭაშნიკეს დაერობა, საჭაშნიკეს ესტუმრეთ. გამისი ჯერ ჭარხლის სალაწიკი. ბიკუშ, გამოვარდი, დაილეწება. ხო, მაგას ვაკეთებ. ხო. ეს რუსუდანს გადააწოდეთ შეიძლება. როგორი ფილმი არის? იდეალური? არა, აი მე მინდა კონკრეტულად ერთ ფილმზე დაგიწვა შეკითხვა, იმიტომ რომ ამბობენ რომ ზოგი ამბობს რომ არის გენიოსობა, ზოგი ამბობს რომ შედევრია, ზოგი ამბობს რომ არის საოცარყრეობა. ხო. ავატარი არის საოცარყრეობა. არა. თეთახმა. ზოგი ამბობს რომ ცუდი ფილმია. რომელი? აი Don't Look Up. მე მომწონს. კარგი სატირაა რა, საოცარი ფილმი არა. გენიალური ფილმი არ არის? არა, არა, საკაიფო გემრიელი ფილმი. შეიძლება ჩემი აზრით თქვა? ესეთი ძალადობრივი ეპიზოდია რუსუდანთან. სხვათა შორის ორჯერ სოდნა ვაშლილობა აქვს. უფრო მომეწონა. თმის აშლილობა აქვს რუსუდანს. მე თელი ძალით უწევ მაგ ფილმს რეკომენდაციას. აბა გაუწიეთ, თან გაიწიეთ. ესე გაუწიეთ. ტელევიზორი ფუღურეთ. კი, კაი ფილმი მაგ. ერთმანეთი იპოვეს. მე სატირა გემრიელი, მიდისო. დაგაცდი, ახლა დაგაცდი. მე ზოგადად თან ესე აკეთებ. ფილმს გააჩნია რატო უყურებ რა? ხო. მე ხანდახან ფილმის ყურება მინდა რომ ჩავჩილდე და სიამოვნება მივიღო ერთხელ ყურებით. და იქ არ ვარ საერთოდ მზად რომ გენიოსობას ჩავწუდე. და მეზარება ყველაზე მგინდა რა დებილური ფილმი. უყურო ყველა წამი თუ გამოტოვე რომ ვაფშე დაკარგული ხარ. მე აი ეგეთ ფილმები მეზარება. ჩავჩილდება. აი ცოტა ჩილ არიცი? არა. Why don't know Crash Bandicoot ხო ობიახლებში არ გაჩნდა. ხო და უცებ ისევე ხო მაგ თემაში ჩემი გადმოსახედიდან რომ აი კარგი საყურებელია მე იქ რო ვუყურე ხო თელი ის ვისი ამოვნე პროცესით ვისი ამოვნე გემრიელი და მარტივი. ხო რაღაცები დაილინკებ რაღაცა შეიძლება სატირა მართლა დაილინკოს რაღაცა რეალობასთან ის მაგრამ მაგასთანაც რო არ დალინკო ვაფშე საკაიფო საყურებელია რა მაგრამ გენიალური ნაღდათ არის. გენიალური არ არის გენიალური არის კარიბიძის მეკობრები 1 გენიალური? ჩემთვის ჩემი საყვარელი ფილმია კარიბიძის მეკობრები 1 მე ზეპირად ვიცი რუსულად თან ჩემი საუკეთესო ყველა დროის საუკეთესო მე შემცვალა მე ჯეკ მეღურა ვარ შემიძლია Back to the Future მოყარო. ტრილოგია. ხო, ეგ საერთოდ. პირველ ადგილზე. მეკობრების პირველი ნაწილით მე ძალიან დანარჩენები არა. უი ის უეჭველი ნადი. პირველი მეორე მესამე და მერე აღარ Don't Look Up-თან თემატურად ილინკება. ქართული შორტი არის რა. 8 წუთი 8 წუთი ხო. ძალიან კაი. ნადგა. 8 წუთი ძალიან აი თესტობა ეგრე არის ქვია 8 წუთი. კი არიცი უნდა ვუყუროთ. ძალიან საკაიფო ის არა მოკლემეტრაჟიანია 8 წუთიანი ფილმია რომ მოკლია და ძალიან ცუდ რამეს ამბობ, რომ შენ კინო ვისაც გევასება ძალიან და თან ვერ უყურე. დაახლოებითი კონტენტი ტექნიკას არ რაღაცა სწავლავ. არ უყურებ ქართულ ფილმებს. ეხავს. მით უმეტეს უნდა უყურებ. ვერ რას ნიშნავს? 8 წუთს უყურე და იმენა აი იმენა გაგისწორდება შეგრემეუნებია ღორზეც, ღორიც ხორი ნაგავ. ღორი რაშუაში ის 8 წუთი არის გენიალური ფილმი ანუ რა მოგეწონა ზექრებაო ხო რა. არა შეხედე დააფასებ კრეატივს და დააფასებ იმას შეიძლება უკეთესადაც შეიძლებოდა მაგაზე ეჭვი არ მეპარება რომ კრეატიული ნაწილი კარგია კი ბატონო მაგრამ აი ვერ უყურე ბიჭო ქართულ ფილმებს რა აი რაღაც აკლე კი შევიცი არაფერი არ აკლია კაცო მე გეტყვი რატო შეიძლება რომ ვერ უყურო კრინჯები რა იმიტომ რომ ანუ ყველას თითქოს მგონია რომ აი ზოგზე ყველა ფილმი რომელიც ქართული არის და არ არის ქართულად გაკეთებული ყველა კრინჯია რო ცდილობენ რომ ამერიკული აი ჩვენ რო ნებისმიერ ამერიკულ ფილმში რო ქართველი ვნახოთ ამერიკელი როგორც აკეთე თორი რო იყოს ქართველი გული აგირევა იმიტომ რომ მაგიტო ვერ უყურე მაგ ქართულად რო მონანიებას რო გაყურებინე ხო ბიჭო ძველ ფილმებზე არ ვიძახე ახლებზე მაგ საუბარი ძველ ფილმები მე ვასება იმიტომ რომ იმას ჩვენ ზუსტად ჩვენ საქართველოს ვიცით რომ როგორი ჩვეულებრივი ქვეყანაა და ამერიკა რა ხან შორია იქ მოსულა უცხო პლანეტელი ჩამოსვლა საქართველოში რომ ის ჩამოვიდეს რა ქვია უცხო პლანეტელი აი ასე რა ხო ჩამოდიოდა ტიპები იბაზრებოდნენ საბოდა ვიღაცები იბაზრებოდნენ საგონაბაზია აუ კარგი ხო რა მაგრამ ეგ არა აქვს 8 წუთს არის ძალიან ისეთი მივხვდი მამაშვილი არა იმენა კარგი ხუმრო აი ხა რომ მოიფიქრო კარგი ხუმრობა არის კარგი პლოტ ტვისტით და კარგად
ნაწერი. ესენი დღესღამე იმეს ის რა გაკ აგვისტოს 20-ზე რო არის? ერთად უყურებენ ღამე მაგას. ეგეც მოკლემეტრაჟიანია. ზარი კიდე კაი. იარელიზას თამაშები მაქვს ხორ გადავქო, ავტომატებით რო ბავშვები დარბივართ. ახალგაზრდობაში, ლიზას ახალგაზრდობაში. ლიზას თამაშობს ბასო. იარაღი. ლიზას ითამაშებს. ლიზა იქნება დღესღამე კვიტო. და ეს იარე, იulis. ხო და ეს ასევე აქვს გადაღებული მაგტიპს, გოგიჩას გადაღებულია ის 8 წუთიც და ეგაა გადაღებული კიდე აგვისტოს 20-ზე არის. ოღონდ არ იცი რომ აგვისტოს 20-ზე რა. ეხლა დაგასპოილერეთ ვაფშე მთელი დედამიწა. ისედაც მეწოდინებოდა რომ მაღაზია. ანუ ხო, არა, ანუ ისეთია რა, ვაფშე ვერ მიხვდი რა, დიალოგია და დავსპოილერდი, მაგრამ მაინც უყურებ. მოკლედ, აქ რო არ ჩავრჩეთ, დღეს ამ ეპიზოდში რო არ ჩავრჩეთ და ლოგიკური დასასრულისკენ წავიყვანოთ, მოდი ვთქვათ, რომ საჭაშნიკე 14 ნოემბრიდან უი, ხო, ეს უნდა აყოვალ პარასკევს და შაბათს 24 საათის განმავლობაში ხოძეა, კარი ღია. 24 საათია. ია. შაბათ-კვირა და შაბათს. პარასკევს და შაბათს. კარგ ხარისხიანად ჭამა თუ გინდათ, პარასკევს და შაბათს. სადღაც გულაობ, მოგშივი და მოდი შეჭამე, დაუბრუნდი გულაობას რა. ეგ ძალიან გასაოცარია. და დიდი ალბათობით 14-ში საინტერესო ხო ღამე აქ ვიქნებით, შეიძლება ლაივიც გქონდეს ღამე. ჩართული ბუკა დაუკრავს, ჩვენ არ უკრავთ. არფაზე. ბუკა უკრავს არფაზე. არფაზე დაუკრავს ბუკა. ჩემი აზრით ცოტა სამკურნალო ხარ. ვაშა, ძალიან დაიტანჯები. მოგლეთ, მადლობა მეგობრებო, რომ გაგვიძელით ბევრი რამე და იქნება გვიყურეთ. მოსაჭრელი. ეს იყო ბასტო და დროებით.